გამო რომ აცილა ქვეყანაში ცის ეპიდემია და სხვა ძალიან წარმატებები სოფლიოში უმაღლესი ჯილდო ნობელის პრემიის მერე ნომერ 2 ჯილდო და $25,000 გამოგვცეს 2000 წელს ჟენევაში 200 ქვეყნის სამთავრობო დელეგაციის ხალხი, მათ შორის საქართველოს სამთავრობო დელეგაცია იყო მინისტრების და მაშინ გადაწყვეტა დაიწყო. აი ეს ჯილდო გამოგვცეს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში და აღმოსავლეთ კავშირში არც ერთ ქვეყანას არ აქვს და კიდევ როდის მიიღებს რომელმეც ასეთ დაწესებულებას ყველას ქვეყანაში კომუნისტების დროსაც კი მეორე დღესვე მთავრობა მოვიდოდა შეიკრიბებოდა და ან ახალშენობას არ უშედეგდა რაღაც განვითარების პირობებში შეგვიძლია რაღაცა ჩვენ რაც ქონდა ყველაფერი წამოწყდა რაც შეგვექმნია 30 წლის მანძილზე რასაც მთელი მსოფლიო აღება ჯერ ეს უნიკალური გეპარდების პროგრამა ესე იგი უნიკალური გეპარდების პროგრამა რომელიც მსოფლიოში ერთადერთია და რომელიც საქართველოში 2020 წელს პირველად მსოფლიოში ისტორიაში შევა რომ აღარ იქნება ცეგეპატიტი შეიძლება ეს შეხვდეთ თქვენ ამ ფორმატში ალბათ ძალიან რთული იქნება ამ პრობლემებზე. ერთი რამ არის ცხადობა. სახელმწიფო როდესაც გაასვლისა, მაშინ რამდენადაც ვიცი პროფილის შენარჩუნების ვალდებულება ქონდა და აქ არავინ არ აპირებს კორპუსების აშენებას და მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მას მენეჯმენტი არ უკიდია, მან მარტო ტერიტორია ეკიდა და ეს გააკეთა, ესე იგი. გასაგებია. და ჩვენი მენეჯმენტი მისი არ არის. და ჩვენთვის სახელმწიფოს თავი კორპუსი უნდა გაეკეთებინა. ავერკვიოთ ამ საკითხს, კი ბატონო, შევხვდეთ. თუ შეიძლება რომ რამდენიმე ადამიანი მოგზავნეთ და ჩვენ შევხვდეთ. დღესვე მოახერხებთ? დღესვე მოახერხებთ. კი ბატონო. ძალიან კარგი. დიდი თქვენი იმედი ნამდვილად თქო.